მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ძალიან ეს დღეები არის ძალიან ტრენდული არის გამხდარი ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გავრცელებული კამპანია საქართველოში. ვცდილობდი არ გამეცა პასუხი, არ გამეცა, მაგრამ ყველაფერი მოიცვეს და ამიტომ გადავწყვიტე მეც რომ გამოვხმაურებოდი ამ ყველაფერს. თავშივე მინდა ვთქვა ერთი მარტივი რაღაცა, საერთოდ ძაღლის კი არა, ნებისმიერი სულიერი არსების წამებლობა და წამება ეს არის სადიზმის გამოვლინება და რა თქმა უნდა ეს ცუდია და რა თქმა უნდა ამის მიმართ ნორმალურ ადამიანს, ვისაც ადამიანობის რაღაცა ნატამალი აქვს შერჩენილი, არ შეიძლება რომ არ კონდეს რეაქცია, რომ ამაზე თქვას რომ ეს კარგია, ახლა ამას არ ჭირდება, იცით, არანაირი განათლება, ამას არ ჭირდება, ამას ჭირდება ელემენტარული ადამიანობის განცდა. რა თქმა უნდა, ახლა ამაზე ვინც იტყვის რომ ეს კარგია, ავიცი, თვითონ არა ადამიანი სადისტი არის. მე მაინტერესებს სხვა რაღაცა და სხვა კუთხით მინდა ყველაფერს შევხედო. ბიჭო, ესე იგი გუშინ ამერიკელებმა მოაწყვეს საქართველოში სერიოზული პროვოკაცია, რომელი პროვოკაციასაც შეეძლო ომი გამოეწვია და პირდაპირ ქვეყანა ჩათრეული იყო ომში, რომელიც აგერა 160 კილომეტრშია ჩვენგან შორს კი არა, აქვე არის და თან როგორი საშინელი ომი მიდის, მე მგონი ახლა ამას არ ჭირდება ბევრი რაღაცის ახსნა და ხალხს ამაზე რეაქცია ძალიან ისეთი რაღაცა ინდიფერენტული იშვიათ შემთხვევაში რომ მართლა ეს როგორი რეაქციაც უნდა იყოს, ესეთი რეაქცია არ ქონია საზოგადოებას, რომელსაც შეიძლება მართლა ქვეყნის დაღუპვა მოყვეს. და სადღაც ახლა გავრცელებული ინფორმაციით, არ ვიცი, მართლა დაწვეს ცოცხლად ეს ძაღლები თუ დახოცეს და მერე დაწვეს თუ რა ხდება, რა ვიცი, ახლა მე ივანიშვილს დაქოცებს, ბიჭო, ადამიანი არ აინტერესებს და ადამიანის სიცოცხლე არ აინტერესებს და მასობრივად არ აინტერესებს. ხალხის სიცოცხლე და ძაღლის სიცოცხლე არ აინტერესებს, ეს რა გასაკვირია, მე ნახდათ არ გამიკვირდება ყველაფერი, მაგრამ თვითონ ამ ხალხს მინდა მოგმართოთ ეს ისტერიკა რო გაქვთ ატეხილი და სკვირცინგ აქვს უბედურება, რომელსაც შეიძლება მართლა დაღუპოს ქვეყანა და ერი და ამისგან გამიჯნულები ხართ და ყველას გაქვთ ხელში ძაღლი და ძაღლის სურათები გაქვთ დადებული და აბა 4-შიო თუ საცხა აქცია იწყებაო და ყველამ, ავიცი, თითო ძაღლი წავიყვან, ძაღლის უფლებები დავიცვათო, ხალხო, ძაღლიო, ეს როგორ შეიძლება? ესე იგი, ადრე საქართველოს ვადარებდი, აი ქართულ საზოგადოებას ჩეხოვის შემოქმედება ასეთი პალატა ნომერ 6, სადაც ფსიქიურად დაავადებული ადამიანები სხვადასხვა პიროვნებები არიან რო კითხო და ისი არის, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ასე არის, ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი წმინდანია, მიხეილ სააკაშვილი აღმაშენებელია, ნუ რა ვიცი, საქვია თუ ვინმე ქუჩაში ფსლიკიანი დარბის ყველა გმირია ლაზარიკოს თამადობით და არ შეიძლება რომ ამ ქვეყანას ყველაზე მეტად ეს შეიძლება შეეფერებოდეს ახლა ამ მდგომარეობაში ფსიქიატრიულ კლინიკას, მაგრამ ახლა რასაც ვხედავ ამის ფონზე ცოტა შევიცვალე, იცი, ხედვა და უნდა დავარქვა ამ საზოგადოებას და იმას страна бесстрашных идиотов. ესე იგი, იდიოტების ქვეყანა, რომელსაც საფრთხის არანაირი განცდა არ გააჩნიათ და არაფრის, ესე იგი, ფიქრი არ გააჩნიათ. ადამიანის უფლება არ აინტერესებთ. ერის უფლება არ აინტერესებთ, ბავშვის უფლება არ აინტერესებთ. არ აინტერესებთ ძაღლი. როგორ შეიძლება ადამიანს გადარდებდეს ძაღლი, გიყვარდეს ძაღლი
და გძულდეს ადამიანი. აი, მსგავსი რაღაცა შეიძლება არსებობდეს. ძაღლიც იმიტომ გეცოდება, რომ ადამიანობის განცდა უნდა გქონდეს შიგნით. აიღეთ ბიჭო ეს დებილები, აი ამათი ავადმყოფი დედა შევეცი მე. აი ამათ შეხედეთ ერთი. ძაღლი! ვაიმე ძაღლები! უიმე ძაღლებს კლავენ. ცოტა ქვევით ჩამოყევი. ოდნავ რა 1-2 იმით ჩამოყევი. სლავა ისრაელი, გაუმარჯოს ისრაელს, ჩვენ ძმას, გაუმარჯოს ისრაელის ნეთანიაჰუს. რომელსაც ოფიციალურად 64 ადამიანის 64,000 ადამიანის მკვლელობა ედება. მათ შორის 18,000 12 წლამდე ბავშვია. არა, ეს არ აინტერესებს ძაღლმადიდებელს. ცოტა ქვევით ჩამოყვები. ნახავ, ეს ღორები, თქვენ გაწყდით გრუზინებო, თქვენ ბნელებო, თქვენ ამოსაწყვეტლებო. ნახლა რწმენაზე და ამაზე რა ამბები აქ ატეხილი ამ ხალხს ზედმეტი ამაზე ლაპარაკი. უფრო ღრმად ქვევით თუ ჩამოყვები. მე ავიცერი შენთვის, შენ აიცერი ჩემთვის, ვინც არ იცრის, ის დააბი დაიჭირეთ. ბიჭო, რა მინდა კითხოთ, იცით? ახლა ეს რო ხელოვნურად შემოგდებული არის და ეს რო ხელოვნურად გაკეთებული არის, რათა აი ამ თუნდაც ამერიკული თვითმფრინავის აი ჩამოსვლა, პროვოკაცია, უბედურება არ გახდეს, ამაზე საზოგადოებაში მსჯელობა არ შედგეს. რამე ნუ თავისთავად ეს გასაგებია, მაგრამ ვისი შემოგდებულიცაა, ისიც გასაგებია, იმიტომ რომ დღეს თუ შეიძლება პროგრესულ ადამიანად ჩაითვალო, გულზე უნდა გეკეროს ელჭყპტ დროშა, შემოხვეული უნდა გქონდეს უკრაინის და ევროკავშირის დროშა, ისრაელიც ალბათ, ესეც კაია. და უნდა გიყვარდეს ძაღლი. ხო, უნდა გიყვარდეს ძაღლი. მაშინ ხარ თანამედროვეობის განათლებული მოაზროვნე ჰუმანისტი, ნამდვილი უკნა განათლებული ევროპელი. ხო გახსოვთ ის როთი თუ ვინც ხარო ჩამოდიოდა და მიტინგზე რომ მიდიოდა და მაწანწალა ძუნკალა ძაღლს რო იყო ჩახუტებული. მე გეი ვარო და თქვენ რა იყო მართლმადიდებლობით გინდა თუ ევროპაში შესვლაო, გეის უფლებებს თუ არ იცავთო და ძაღლს ჩაიხოთ. ახლა ზოგიერთმა მითხრა ეს ჩემი ტერმინი არის ძაღლმადიდებლობაო, განგვიმარტეო თუ შეიძლებაო, რას ნიშნავსო და გაგიმარტავ ძაღლმადიდებლობა რას ნიშნავს? ძაღლმადიდებელი არის ადამიანი, რომელსაც ღმერთზე და ადამიანის უფლებებზე მაღლა უყენია ძაღლის უფლებები. სხვათა შორის აქ შიგ ევროპაში ეგეთი ტენდენციაა დიდი ხანია, თუნდაც კორონას დროს გარეთ გამოსვლა იგრძელებოდა, მაგრამ ძაღლით უყავდა, ძაღლის სახში ყოფნა არ შეიძლებოდა, აი ძაღლი უნდა გამოგეყვანა და აყოლოდი. და მაშინ არ გეუნებოდნენ არაფერს, მაგრამ უძაღლოდ თუ გამოდიოდი, მაშინ დარხეული ჰქონდა. ამიტომ ხალხი მიმართავდა სხვადასხვა ხერხებს სათამაშო ძაღლების ფიგურებს აკეთებდა და იმით ან სათამაშოებით მიდიოდნენ და ვითომ ძაღლს მიასეირდნენ. ეგეთ რაღაცებნი ეს გასაგებია ახლა მაგაზე არა ლაპარაკი, ამიტომ საიდანაც უბერავს სიო, ამას არ უნდა ლაპარაკი, მაგრამ მე მინდა ამ ხალხს კითხოთ ბიჭო მე ამაზე ხო ახლა ატყდა პოლიტიკა და იქ ქოცები თუ ვინმე ქოცი არის, უცებ ყველა ქოცი გახდა ახლა ჰუმანისტი, ძაღლის მოყვარული. რას ამბობთ ხალხო? ძაღლების თავშე საფარი. ბიძინას დროს რო არის მოწყობილი. აი ესე ვის დროს ყოფილა მოწყობილი. აბა უგულავა ამბობს ამას. აი სადღაც ჩვენ ხვდა აბა ეს ამბობს ამას, აი ეს როგორ ამბობს ამას, ამის დროს ძაღლები იღუპებოდა, ძაღლებს მართლა ხრედნენ, ძაღლებს კი არა ხალხს ხრედნენ, შედედამოტყუნლო ქუჩაში, ხოცავდნენ, აწამებდნენ, ჯოჯოხეთს გადიოდნენ და თქვენ გამოუცხადეთ კოჰაბიტაცია და თქვენ გამოუცხადეთ, რომ ეგენი იყო მსხვერპლები და ხალხი იყო დამნაშავე. ახლა მე ესა მე ჯამრთელად ვარ, თქვენ ახართ დაავადებული ადამიანი, ნამდვილად ქალბატონო ნინიკო, თქვენ ჯამრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ. ძალიან სერიოზული პრობლემები გაქვთ, ამიტომ
თუ შეიძლება დაგტოვეთ და იქ სხვას მოусმინეთ ან მოისმინეთ საკუთარ თავზე რასაც იტყვიან და თუ ეკუთვნით აი ამ კლასტერს თქვენი ენით გეტყვით თქვენ ხართ დაავადებული ავადმყოფი ადამიანი რომელსაც გჭირდებათ მკურნალობა თუ არ ვიცი ექვემდებარება თუ არა ეს კიდე საკითხავია აბა უგულავას დროს ის ხოცავდნენ ხალხს და აბა როგორ და ახლა მე მინდა აი ამ ხალხს უთხრა იცით ახლა რატო ლაპარაკ თავიდანვე დავიწყე ლაპარაკი რომ ნებისმიერი ცხოველის წამება იქნება თუ ადამიანის წამება იქნება თუ რა იქნება არა სულიერის გველი რო გველია იმის წამებას არ შეიძლება სადიზმია ეგ ყველაფერი ახლა აღარა ლაპარაკი ძაღლზე რომელიც ადამიანის მეგობარი არის რომელიც ადამიანის მცველია რა მიყვარს ძაღლი მიყვარს და ხარი მიყვარს ხო აბა ზვიგენი და პინგვინი არ მიყვარს მე თქვენი ბელადიდან განსხვავებით ხო ქართველი ვარ და ესეთი განცდები მაქვს იმიტომ რომ ზვიგენზე მეტად ხარმა და ძაღლმა მოიყვანა ადამიანი აქამდე და მიყვარს ეს არსებები და კვირა უქმე არ შეიძლებოდა ხარიშებმა და ეს ქართველმა ადამიანმა ეს ბუნებრივად იცოდა ხო არ ჭირდება ამას რაღაცა უკნიდან განათლებულების მიერ მოხვეული ისა რა ქვია 1000 ლექსიც კია დაწერილი რომ ადამიანის გაჩენა ვერავინიდო თავზე და ხარმა თქვა შუბლმა ნათელმა მე დამაწერეთ კლავზე და მოფრინდნენ ანგელოზები დააჯდნენ ორ თავრქაზე და ვინც კვირა უქმე შეგაბას ხელი შეახმეს კლავზე და ეს ბუნებრივად იყო ხარი რომელიც ითვლებოდა და ხარის კულტი იყო ძველ საქართველოში და ბევრი ლექსი არის ნიშნიანის ლექსი არის კიდე და სალოცავებზე მიწერილია აშენა კაცმა და ხარმა როგორ შეიძლება რომ ხარის წამებაზე იყოს ახლა ანუ ძაღლის იმაზე როგორ შეიძლება ქართველ კაცს ეს სიამოვნებდეს ამიტომ ეს ავადმყოფური დამოკიდებულება საერთოდ აი უცხოროა და უცხოს თავს მოხვეული როა ამას ახლა ყველა უნდა ხვდებოდეს ახლა ეს ამბები ხო ანუ აქ თურმე ეს ნაცები რო გახდნენ და აი ქოცები რო ეუბნები აი რადონის ახლა მე მინდა თქვენ ყველა აი ამ ძაღლმადიდებლებს მოგმართოთ აი ძაღლის უფლებებზე რო ახშფოთით და ვენებს რო იჭრით თქვენი დებილი დედას შევეცი მე მართლა აი როგორ მეშლება ნერვები და აი მიტინგს რო მართავთ ძაღლის უფლებებისთვის რო მართავთ მიტინგებს ეს რა არის ეს არის პანდემიამდე არსებული გაეროს კვლევა საქართველოში სადაც აჩვენები არის რომ 77000 ბავშვი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და თოთო ბავშვებს საქართველოში ხდება ეს საქართველოში თქვენ დედამოწყნულებო ნაცო და ქოცო თქვენ გეუბნებით 77000 ბავშვი შიმშილობს ერთხელ მენახოს ამ страна бесстрашных идиотов როდესმე ვინმე ერთი ადამიანი ბიჭო შეწუხებული იყოს ეს ძაღლმადიდებლები იყოს თუ გინდა ვისაც ახლა ძაღლის უფლებები ეწოდება ქუჩაში გამოსულიყვნენ და ეთქვათ რომ ბავშვები შიმშილობენ და დებიან აი როდესმე აგერა გაეროს ფონდის დასკვნა დაგვირდით რა წერია 77000 ბავშვი შიმშილობს უკიდურეს სიღარიბეშია 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს დღეში 5 წლამდე ასაკის 800-მდე ბავშვი ჩვილი ბავშვი იღუპება და საქართველო შიგ ევროპაში 44-დან 42 ადგილზეა და რატოა 42 ადგილზე იცი? ჯერ შიგ ევროპაში ჩვენ რა გვესაქმება, მაგრამ რატო არის ბავშვთა სიკვდილიანობით ასე? პირველ ადგილებზე არის ესა რა ქვია სიკვდილიანობით სერბეთი და ესა რა ქვია ბოსნია-ჰერცეგოვინა და ესენი რომლებიც დაბომბესო 99 წელს გაღარიბებული ურანით ნატოს ჯარებმა იუგოსლავია და
ჩვილთა სიკვდილიანობით სიმსივნის მაჩვენებლით არის პირველი. იმიტომ რომ იგივე ეკვივალენტური იყო რაც იყო თავის დროზე მაშინ რა ქვია მომხდარი ჰიროსიმაში და ნაგასაკში მომხდარი ის უბედურება, რასაც ატომური ის ქვია. დაბომბვა ქვია და ამიტომ არის დღემდე არის ეს პრობლემა და კიდე დიდი ხანი იარსებებს ამ ქვეყნებში. და საქართველოში მადლობა ღმერთს ახლა არ მომხდარა ესეთი რაღაცა, მაგრამ ამ ქვეყანაში ბიჭო დაბომბვა არ მომხდარა, იმისი რა ქვია გაღარიბებული ურანით და ბირთვული იმით და უკვე აგერა რეკორდებს ხსნის. ახლა პირველ ადგილზეც შეიძლება გადასული და ერთხელ მენახოს ბიჭო ასე აღშფოთებული, ასე შეშფოთებული ანაია დოლიძე რომელიც ახლა ნიფხავს იგლიჯავს. ასე შეშფოთებული მენახოს ეს აქტივისტები. ნუ რო აი 800 ჩველი ყოველწლიურად რატო გვეღუპება? აღარაფერს ვამბობ იმ უზარმაზარ სტატისტიკაზე, რაც ფრანგული დასკვნიდან არის გაკეთებული, რადგან 10,000-ობით ადამიანი არის გადმოხვეწილი და მკურნალობენ აქ ამ ევროპაში და ფრანგი ექიმები ეუბნებიან, რომ რა გჭირთ ბიჭო, საქართველოში რა უბედურება ესეთი რა ხდებაო, რომ ასეთი დაავადებები არსად არა აღმოჩენილი. რომელიც ძაღლის უსაფრთხოებაზე გაქვთ ლაპარაკი ბიჭო, რომელიც ძაღლის დაცულ გარემოზე არის ლაპარაკი ქვეყანაში, საიდანაც აგერ 15,000 ადამიანმა შარშან კიდე გამოიქცა და არსებობა არ შეიძლება ქვეყანაში და კიდე თავშესაფარი მოითხოვა იმისთვის, რომ საჭმელი და სასმელი არა აქვს და ვერ ცხოვრობს 99% ვერ არსებობს საქართველოში, საჭმელი არა აქვს. ერთხელ მენახოს ბიჭო, ერთხელ თქვენი დედა შევეცი მე ახლა ძაღლებით რო გარბიხართ. ძაღლების უფლებების დასაცავად რო გარბიხართ, ერთი აქცია მოგეწყოთ ამ ყველაფრისთვის. და ერთხელ ადამიანი შეგწოდებოდათ ბიჭო. მე უარესი რო აქვს ჩემო ძმაო, ნაკეთები მსხვერპლიაო, მაგ ხალხიო და რა ვიცი ახლა მე არ მithქვია მაგი და ქოჩემა თქვენ აგერ მსხვერპლი ყოფილა და რა ვიცი რა გითხრა. გაგიმარჯვეთ ჯული, მადლობა დიდი. ხო და აი მე ვერ ხვდები აი თქვენ მართლა უკაცრავად ვიზიკო, მაგრამ შიქ არა გაქვთ. შიქ არა გაქვთ. გასაგებია ისი არის აყროლებული მდგომარეობა ქვეყანაში. ადამიანს მეგობრად აღარ შემორჩა და chat GPT გაიხადეს მეგობრებად და სულიერად გაიხადეს ისა რა ქვია ძაღლი და კატა. ძაღლი და კატა მიგაგვთ სულში და ამდენი თქვენი თანამემამულე, ამდენი თქვენი თანამოქალაქე, ამდენი გაჭირვებული, ამდენი ის რომ შერმწყურვალია, ამდენი წლების მანძილზე ეგე არაფერი, ხო? ამას ეს არასდროს არ გაწუხებთ, ხო? ნუ აღარ ვამბობ მე ახლა ისეთ მაღალ ეროვნულ იდეალებზე, რასაც მიწის გაყიდვა ქვია და რასაც გარეჯის პრობლემა ქვია და რასაც უამრავი სხვა სერიოზული ეროვნული პრობლემები ქვია. ძაღლი და კატა. აი სუფთაში ევროპელი ხარ რა, აი სუფთაში თუ ძაღლზე შეგტკივა გული, სულ თლათში ევროპელი ხარ. მე არ ვიცი, აი ამ ქვეყანას რომ მომავალი არ გააჩნია, გაგიმარჯვეთ. ამ ქვეყანას რომ მომავალი არ გააჩნია, ამის დიაგნოზი დიდი ხნის წინ იქნა დასმული, ძალიან დიდი ხნის წინ იქნა დასმული და ამას როდესაც ვამბობდით და ვამბობთ, აი საქართველოს დემოგრაფიული ეროზიის რუკა. კარგად დააკვირდით ამას, აი სანამ მიტინგზე გახვალთ და ეს ძაღლებს იმას იზამთ, რა ქვია. ჩაიხუტეთ. რა არის ამ რუკაზე მოცემული? ჯერ კიდე შემორჩენილი საქართველოს და ქართველი ერის დეპოპულაცია. წითელი ფერით აღნიშნული არის ძირითადად ორი რეგიონი, რომელი რეგიონშიც მოხდა ქართველების გენოციდი და გამოდევნა ქართველების იქედან. დექართველიზაცია სადაც გაიგეთა. რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, ხევსურეთი, ფშავი,
თუშეთი ეს უომრად განადგურებული ტერიტორიებია ისე განიცდის ეროზიას ქვემო ქართლი დემოგრაფიული ნიშნით განიცდის ეროზიას ქართული ეთნოსის იმით ამას გეოპოლიტიკაში დღეს ამ დილაზე მქონდა დაწერილი პოსტი ვინც აიკითხა ამას ქვია მსხრევად სახელმწიფოებს უწოდებენ საერთოდ მსხრევად სახელმწიფოებს უწოდებენ გეოპოლიტიკურ მეცნიერებაში რომლებიც ქვეყანა რომელიც ომის გარეშე ომი ხო არა ხო ყველა ბედნიერია რა ომი არა ამით ხო არის ბედნიერი და ხო ეს კმარა ხალხს ბედნიერებისთვის უომრად როგორ შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს განადგურება მისი დემოგრაფიული ნიშნით არ იქნება ადამიანი ფიზიკურად არ იქნება პრობლემა და ამ სიაში არის საქართველო შეტანილი უკვე დიდი ხანია და ეს არავის არ აღელვებს ეს არავის არ აინტერესებს ну ეგ გიო ცალკე პრობლემა არის თუ ეს ზაღმადიდებლებს რამდენი ადამიანი დაგლიჯა ამ ცოფიანმა ძაღლებმა რამდენი უბედურება მოახდინა და რამდენი საშიშროება რამდენი რამის საშიშროება არის რაშია საქმე იცი ან ძაღლების უფლებათა დაცვაზე გამოყოფილი არის გრანტები ამ მეძაღლეებზე და ყველგან ძაღლთა უფლებები ასია ჩემთანაც ქუთაისში უბანში დედაჩემი ყოველდღე დადის სამსახურში ახლა ასაკოვანი ქალი არის და ეშინია შვილო იმ ადგილის გავლაო 10-15 ძაღლია უპატრონოთ იმასკნილიო გამოვარდებიან კაცი შვილი პატრონი არაო ხო და ახლა როგორ უნდა მოუარონ ამ ძაღლებს და როგორ უნდა მიხედონ ამ ძაღლებს და ამ იმას ეს ხალხი საკითხია კაცო კაცი ამბობს ბავშვი ვერ გამიყვანიაო გარეთ თუ მაწანწალა ძაღლებითაა ავსებული ყველაფერი არა დაინახავენ ძაღლს და ვიდეოები შემხედრია დაწოლილან ქუჩაში ძაღლივით გამოსწირებული იდიოტი ხალხი ერუცი ღმერთმა ვიზია ხელი მოგიმართოთო ვერ გეტყვით მაგ საქმეში იმიტომ ვერ გეტყვით რომ თქვენ არც სინამდვილეში არც ის ძაღლი არ გაინტერესებთ ესეც ჩვეულებრივი საკითხია იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვარ შეიძლება ადამიანს ძაღლი უყვარდეს და ადამიანი ძულდეს მოკრიბეთ ფული ააშენეთ გაუკაცრიელებულია საქართველო ააშენეთ დიდი ფერმები თავშესაფარი და თუ ასე გული წდებათ შეინახეთ ეძაღლები იქანე რამდენიც გინდათ და მოუარეთ და ჩასახლდით და უპატრონეთ და შეწირეთ მთელი თქვენი ცხოვრება ძაღლების მოვლას თუ ასე ძალიან წუხართ ხო აპა ახლა ივანიშვილს რას უპროტესტებთ მე ვერ ხვდები რაც აქვს გასაპროტესტებელი და რაზეც ახმა მოსაღები უქართველო ნაქართველ არის საქართველო გახდა და არაბებით გავსებას აპირებდა ქვეყანას ბარეორი ქალისთან ახლა ბოდიში შეჰერეზადობაზე რო ოცნებობდა და შაჰის ცოლობაზე ხელის გამოკრას ვახაც მან საბერძნეთი სახელმწიფოა და საქართველოს სახელმწიფო არა გადადი ეგ აფხაზეთში რომელიც ასევე საქართველოს მაგრამ ჩვენი კონტროლიდან გამოსულია და ზუსტად იგივე პრობლემაა იქაც ვიდეო შევხვდა ამის წინებზე ერთი აფხაზი ამბობდა ვერ გამოვდივარო ქუჩაში ვერც ბოუში გამომყავსო აგუძერა სავსეა ძაღლებითო ვინმე ამას არ უნდა მიხედოს რომ არა ერთ-ერთში გაჭრილი ვაშლივით პრობლემები იქაც არიან პატარ-პატარა ძაღმადიდებლები აქ თბილისიდან ყვებავენ იმგეს ბიო ქვეყანაში ელემენტარულს გეუბნებით რა ელემენტარულს გეუბნებით ქვეყანაში არ მოგვარებული არა შიმშილის პრობლემა არა მოგვარებული ჩვილ ბავშვებში დიდებზე არა მაქვს ლაპარაკი დიდებზე ლაპარაკი არა მაქვს საერთოდ მაინც დასრული ორგანიზმია და ადამიანი წყალში რო ჩააგდო ლაყუჩები გამოიბამს და გაიტანს თავს მაგრამ აი დიდებზე აი რა უნდა ელაპარაკოთ ახლა თქვენ ქოცურ მოძრაობას
რა უნდა ელაპარაკოთ თქვენ ქოცურ მოძრაობას, რომელთა წარმომადგენელი სირთაბელადი ქალი ნინო წილოსანი აი იმას რო აიაფებდნენ, პირდაპირ ეუბნება იმას, რა ქვია, გამყიდველებს, თქვენო რო ჩამოგიფასდებათო პროდუქცია, ანუ ვადა რო გაუაო. მართალიაო, იმასო ვადა კი გაუვიდაო, მაგრამ ჯერ ვარგისიაო, საჭმელათო და ის რო იაფად გაყიდოთო, ისიც არ შეგიძლიათო. ქალი, სამი შვილის დედა, პარლამენტარი და იქ აი ვიღაცა იკითხებოდა შენ შვილსო და შენ ოჯახსო ვადაგასული საჭმლითო გამოყვებაო და თქვენ ამ ხალხიდან ელოდებით ესა რა ქვია ძაღლების ზრუნვას საქართველოში სავარაუდოდ მალე მოხდება კი კატების და ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების დაპირისპირება ერთმანეთთან ხო და ამ დასირებულ ძაღლმადიდებლებს კიდე ერთი ძალიან მარტივად შეიცნობთ მათი შემდეგი პასუხი არის ჯერ ესეა უყვართ ძაღლი ვერ იტანენ ტრადიციულ ქართველებს ვერ იტანენ მართლმადიდებლობას უყვართ ელჭეყეპეტეობა უყვართ შიგ ნატო უყვართ სატანიახუ სლავა ისრაელ სლავა უკრაინე აცრილია სულ ყველა აბსოლუტურად ჩვენთვისაა თანაცრილი მის თავისთვის კი არა ჩვენთვისაა და ყველას აქვს ერთი ასეთი პასუხი ადამიანებმა ისე შემაძულეს თავი რამდენ ადამიანს ძაღლი მირჩევდა ამას ქვია ძაღლმადიდებლობა კი ბატონო მე რაღა უნდა ვთქვა მაშინ იმდენი ნაზირალა და იმდენი ნაბოზარი და ჩათლახი და მოღალატე და თახსირი მინახია ქართულ საზოგადოებაში ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც რა ვიცი ახლა მაშინ ძაღლი კი არა ვირთხას უნდა მირჩევნოდეს მაგრამ ადამიანის ყოველთვის აქვს სიცოცხლეში შანსი გამოსწორდეს მაინც რაცა მოხდეს და რაღაცა შეიცვალოს რაღაც სიკეთისკენ ამის გამო ადამიანი არ უნდა შეიზიზღო თორე კი ნათქვამია ეს რომ რათაც უფრო ახლოს ვიცნობ ადამიანებს მით უფრო მიყვარდებაო ჩემი ძაღლიო კი ბატონო ეს გასაგებია კი მაგრამ არა ეგრეა ქრისტიანი თუ ხარ და ადამიანი თუ ხარ უნდა იცოდე რომ ასია ეს ადამიანს ცხოველიდან განსხვავებით ბოლო მომენტამდე აქვს გამოსწორების შანსი სანამ მოკვდება სანამ სული ამო ცხოველი დაიბადა ცხოველად მოკვდება ის ადამიანს ვერ იქცევა ამის თქვა მინდოდა რა და სანამ ძაღლის უფლებებზე იდარდებთ საქართველოში ხო და სანამ ძაღლებზე დაგეწყებათ კრუნჩხვები და ისტერიკა აგერ ბატონო ჩვილ ბავშვებზე იდარდეთ ერის მომავალზე იდარდეთ სამშობლოზე იდარდეთ თავში ირანული რაკეტა არ დაგეცეთ იმაზე იდარდეთ ერთმანეთი როგორ გაიტანოს ამ ერთი დიდი ქალაქის ერთი უბნის მოსახლეობა ამ დიდარ ქვეყანაში რომელსაც შეზიზღებული აქვთ ერთი მეორე ერთმანეთი რო გეზიზღებათ რო გძულთ კაცრო ადამიანი ეს ნეკეთილი ერი როგორ უნდა გადააგვარო არ უყვარს თქვენს ბატონს ძაღლი უყვარს ზვიგენი უყვარს პინგვინი უყვარს ზებრა იმასაც ეზიზღება ადამიანი იმასაც ძულს ქართველი ადამიანი იმასაც ეზიზღება რო უყვარდეს ძაღლის და იმის ზვიგენის და პინგვინის და ზებრას შენახვას ათასობით ქართულ ოჯახს შეინახავდა ქვეყანაში ხო და არ გახდიდა ესა რა ქვია სამშობლოდან არ გააქცევდა და უბედურებაში არ წაიყვანდა და ამ უბედურებაში არ აცხოვრებდა ქვეყანას მაგრამ არა გამოვა მე ახლა კოცი და გეტყვის რა გინდათო ბიჭო მისი ფულითო კაციო ახლაო მასო უნდა თუთიყუშები ეყოლებაო და უნდა პინგვინებიო და კი ბატონო მინეუბნება მაგრამ ხალხი დიდ ქართველობაზე ნუ მიდევთ და წმინდა ბიძინობაზე ნუ მიწყებთ რა მეც მიყვარს მაო გოჭი გადავიდა ხეული კი ბატონო
აი ესა რა ეს მარტივი ფსიქოლოგიაა რა ძალიან მალე ფიქრობ მე რომ ორი სექტა დაუპირისპირდება ერთმანეთს ეს იქნება ბიზნამადიდებლების სექტა და ძაღლმადიდებლების სექტა ძაღლმადიდებლებს გირჩევთ ყველამ თითო ავიძაღლი დაიკავოთ ხელში და გახვიდეთ მიტინგზე უპრობლემოდ დაამარცხებთ იმას რა ქვია ბიზნამადიდებლებს იმიტომ ამდენ ძაღლს ვერ გომკლავდები გოჭი ბატკანი ციკანი დეკეული გენაცვალე აბა რა უნდა გიყვარდეს რა 20-იანი კიდე დადებული გვერდით ახლა ესა ძაღლმადიდებლებო კი ამას ქვია და მე არ მწამს იმ ადამიანის რომელსაც ძაღლი ეწოდება და ესა რა ქვია ღაზას ბავშვები არ ეწოდება და ეს თავისი სანამ ღაზამდე მიხვალ თავისი მაგრამ აი ღაზაში ამოწყვეტილი ესა და არც ის ირანში დაღუპული 160 ბავშვი არ ეწოდება და იმას რა ქვია დემოკრატიას ჭირდებაო რო იძახს ეს ხალხი ხარ თქვენ მეჯო აი ეს ხალხი ხარ თქვენ იზღება რა ისეთი ბასეთია ჩემო ალეკო აი ბასეთი არის აბსოლუტურად შენ მე მაჩვენე აი ადამიანურად გეტყვი შენ მე მაჩვენე ერთი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლება ოპოზიციაში ვისაც რეალურად ადამიანი ადარდებს და ვინც რეალურად მათი საქმიანობა და მათი ცხოვრება რეალურად დაკავშირებულია იმასთან რომ საკუთარ ხალხს გაუმჯობესოს სიტუაცია აი მაჩვენ მე ვერ ვნახე ეგეთი ადამიანი იმიტომ რომ სიტყვით არა საქმით არ უყვართ ძმაო ამათ ქვეყანა არ უყვართ არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს ერთს უყვარს ბიზნა და მისი ფულები თუ ფულები არ იქნება ბიზნასაც შეიძულებენ და მეორეს უყვარს ევროპა და ძაღლები იმიტომ რომ ფული იქიდან მოდის აბა ახლა ფული არ შემოვიდეს ძაღლმადიდებლობის დაფინანსებაზე შემწვარი ქათამის კაი და ესეთი საზოგადოება დაიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს და ესეთი საზოგადოება დაიცავს იმას და ხანდახან ჩემ თავზე მეშლება ნერვები რა უკვირდები ბიჭო რაღაცა არ უნდა ამ ხალხს არც წესიერი ცხოვრება უნდა არც ტრადიციული ცხოვრება უნდა არც ეროვნული ქვეყანა არ უნდა აი ეს უნდა რაც არის აი ეს უნდა ამით არიან ბედნიერები ამით არის ესა მათი ცხოვრების წესი ესა მათი ცხოვრების სტილი ხო დენი ხუთი თეთრი გაძვირდა ის არ ახსოვთ ხო დენი რო ხუთი თეთრი გაძვირდა ის არ ახსოვთ ჩემო ძმაო ის არა ძაღლია ძაღლი იმიტომ რომ გაძვირებულ ხუთ თეთრს შეიძლება მერე გაძვირებულ პროდუქტებზე მოყვეს რაღაცა იმას მოყვეს ამას მოყვეს და ამიტომ უშიშროებას ურჩევნია რომ მართოს ეს პროცესები ისე რომ უმტკივნეულოდ ძაღლების უფლებების დაცვაში გადავიდეს ეს ყველაფერი და თქვენ თუ გონიათ ეს ნაცკოცი სხვადასხვა ისა ძალიან ცდებით ერთი ადამიანის ნაფიქრია რას ვერ მთავრობას ჩემო ძმაო მთავრობა იმნაირი გვყავს ახლა რაფერ შეიძლება ადამიანს პირი დაგისველდეს მთავრობაზე ძმაო და ბიზნესს რაფერ შეიძლება მართალი ხარ ჩემი ძმა მართალი ხალხს ტვინია გამორეცხილი მთავრობა არაფერ შვაში არაა მთავრობა ესაა რა ქვია სუფთა და მართალი ღმერთმა დალოცოს ბიზნესი ბიჭო აი ელემენტარული კითხვას გისვა ის ახალგაზრდოა ვინც დარბის ახლა ძაღლის უფლებების დაცვაზე ქუჩაში ბიზნა ივანიშვილის დროს სკოლა არ დაამთავრა და ქოცების დროს ელემენტარულს გეკითხები განათლება ბრჭყალებში ნუ რა განათლება ახლა განათლება ამ დროს არ მიიღო
სკოლა მარტო სასწავლებელის დაწესებულება არა, აღმზრდელობითი დაწესებულებაა. და დღევანდელმა სკოლა დამთავრებულმა ახალგაზრდამ რა ღირებულებები მიიღო სკოლიდან, როგორი აღიზარდა? აღიზარდა სამშობლო, სარწმუნოება, ტრადიცია, ისტორია, საკუთარი ერის და ადამიანის ბედი და იღბალი? ამით ამ ღირებულებებით გამოუშვა ქართულმა სკოლამ, რა ქვია, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა? თუ გამოუშვა ძაღლების, LGBT-ების, რა ვიცი, დემოკრატიის და რა გაეროს უფლებებზე აღზრდილი, რა ქვია, მოსახლეობა არ გამოუშვა? და როგორც გამოუშვა, იმნაირია ქუჩაში. შობელი ვეღარ აღზრდის შვილს. გარემოა ისეთი. ცდილობდა ეგ ერთი კაცი იყო, შვილო საწამლავიაო სკოლა და მე გასწავლე სახში და სკოლაში არ ატარებდა ბავშვს. სვანეთში იყო ეს კაცი. დაგუპავენ, მოგწამლავენ. დეცა მთავრობა დაიჭირა და წაიყვანა და ტაშფანდური ჰქონდათ გამართული, რომ აი თურმე რა პრობლემა მოაგვარეს. და ბავშვები იმას მიცეს, რა ქვია, აღსაზრდელად. სოციალ მუშაკებს. აი ეს ქვეყანა არის და მე იყვი მე არ მინახია ძმაო მთავრობა გაიყოს და ხალხი შტერი იყოს. მე ასეთი არ მინახია. 14 წელი და 14 წლის მანძილზე კარგმა მთავრობამ შტერი საზოგადოება სიკეთისკენ ვერ მოაბრუნა და მაინც არის ზევით. არ ვიცი. ეგ საქართველოში კი ხდება, მაგრამ სხვაგან არ ხდება. არ ვიცი, ქალბატონო ნინო, თქვენ თუ წაგიყვანიათ სახლში ცხოველი და მერე ქუჩაში გაგიგდიათ, ძალიან ცუდი რაღაცა გაგიკეთებიათ. მე არ გამიკეთებია მასე. ქუჩაში გადაგდებული ძაღლი წამიყვანია სახლში და სახლიდან ქუჩაში არ გადამიგდია ძაღლი. და ჩვენიო რატო მაიგივებთ მე თქვენ სხვას, რატო ხდება ასე? ხალხი შეცვლის შემოძმაო მაგრად. მერე იმ სკოლაში და იმ საზოგადოებაში არ უნდა ასწავლოს მთავრობამ? ბიჭო, კომუნისტებს ლანძღავს ყველა 24 საათი. 24 საათი კომუნისტობა და კომუნიზმი და კომუნისტებმა მიდან გამეიყვანეს ხალხი, რა ქვია, გამოქვაბულებიდან და ასწავლეს რაღაც. წერა-კითხვა ასწავლეს, თეატრი გააგებიეს, რა იყო. ქარხანა აუშენეს, ფაბრიკა აუშენეს, რაღაცა. კი, შეიძლება ცუდი იდეოლოგია იყოს, მარქსიზმ-ლენინიზმი, მაგრამ რაღაცათი შეცვალეს ხალხის ცხოვრების წესი. ბევრი ცუდი იყო იმ ყველაფერში, მაგრამ ბევრი კარგი იყო. განათლება მიცეს. ყოველ შემთხვევაში საბუნებისმეტყველო საგნებში და ასეთ რაღაცეებში ბევრი და უპატრონო ბავშვებიდან ის შექმნეს, რა ქვია, მეცნიერება შექმნეს და უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და საბჭოთა სკოლამ სასწაულები მოახდინა. კოსმოსში ხალხი გაუშვა და ამერიკელები ამბობდნენ, რომ მერხთან წავაგეთ ომი. და ამათმა ოტია იოსელიანს ცხონებულს კარგად ვიცნობდი ბავშვობიდან და ასეთი გამოთქმა ჰქონდა, რომ წიგნი თუ ადამიანიო, გამოქვაბულიდან გამოვიდა. მაგრამ წიგნის გარეშეო ადამიანიო, გამოქვაბულში დაბრუნდება. ხო, ბრუნდება. არ ბრუნდება? ამათ ახლა კაი ცხოვრება უყვართ და კომფორტი და გამოქვაბულში ცივა. არა, კაი საცხოვრებელი თუ არა. აიღეთ თქვენ ეს ადამიანები, რომელერც გააჩნია სულიერი გრძნობები და რომელერც გააჩნია, რომელმა წაიკითხა ბოლოს წიგნი, რომელი იყო თეატრში, რომელი იყო ან თუ იყო რა ნახა. კინოში, ჩვენ ვიცეკვეზე და ელჭაყეპეტეზე გაზრდილი ხალხი. ბრუნდება. უციგნურობ. ებადო. ხალხმა რა შევცვალოთ, ძმაო? რა შევცვალოთ? გეკითხები ერთ ელემენტარულ კითხვას გისვა. მე ვარ აგერ, ცოცხალი მაგალითი, ჩემი თავი, სხვას არ ვეხები. რა მომიპარია ჩემი ქვეყნისთვის, რა წამირთმევია, ვინმე მომიტყვილებია, ვინმე გადამიგდია, ვინმე ანგელოზი არა ვარ. მაგრამ ამე გაგიგიათ ესეთი რაღაცა ჩემგან. ცდილობდი იმას, რომ
ჩემდა თავათა ჩემ ირგვლივ ნელ-ნელა მეგობრები შემომეკრიბა და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანების ჯგუფი შევკრებილი ყავით და ვამბობდით გარეჯი საქართველოა დიდი გამარჯვებაა და ამის გამო ლამის რეციდივისტად გამომაცხადეს ქვეყანაში და მაიძულეს რომ წამოსულიყო. როგორ უნდა შეცვალო? როგორ უნდა შეცვალო? არ სიამოვნებდა. იმიტომ გარეჯი გაყიდა. ხელმოწერილი აქ ეგერ და არ ამჟღავნებს. დიდგორობა რა თუნდა? დიდგორობა შევიდა ეგერ და ათათურქის აფლავს კოცნიდა და თურქების ჯარს მიესალმებოდა. რა თუნდა იმას დისკომფორტის ნამრღვევი? ძაღმადიდებელს მაგაზე პრობლემა არ ექნება. ელაპარაკი ახლა რაც არ უნდა ელაპარაკო. ერთი მეთოდი იყო ესეთი, მაგრამ მე მგონია საქართველოს მაგის აღარ გაამართლებს. ბნელ საბჭოთა კავშირში ძალიან ბევრი უპატრონო ბავშვი. აი იმაზე თუ აი ჩვენც გვაქვს ეგ პრობლემა, რომ მშობლების გარეშე აღზრდილი ბავშვები და უპატრონოთ აღზრდილი ძალიან მომრავლდა იმას ცოცხალი ყავს თუ არ ყავს მშობელი რა მნიშვნელობა აქვს აგერ ახლა ერთი აი ადამიანია და მამა გარდაეცვალა ჩემზე ცოტა უმცროსი ბიჭი არის და 18 წელი მამამისი იყო ამერიკაში ადაყვა ოჯახისთვის შრომას წვალებას მოგდა და უნდა ჩამოასვენო და იმედია რომ მაგასაც არ დამამადლიანო რომ მამაო ჩამოასვენონ იმიტომ ხო მაგასაც ამადლიდნენ რომ უცხოეთში უნდა იმუშაო გადასახადები უნდა გადაიხადო და მე რომ მოგდებიო სახელმწიფო ბიუჯეტით უნდა გადმოგასვენო ხო ამას ამბობდა ის ურია რო იყო რა ქვია იმას რა გვარია იაკობაშვილია ის საზოგადოებრივი მაუწყებელი რო აბარია ბორდელი ერთ-ერთი ის ბავშვი გაიზარდა განსაკუთრებით მაშინ მშობელმა უზრუნველყო რომ ფინანსურად არ გაჭირვებოდა მაგრამ თავარი დააკლდა იმას მშობლის სიყვარული და ოჯახის სითბო ხო და კომუნისტების დროს ანუ ბნელი საბჭოთა კავშირის დროს ესეთი ბავშვები იყო ბევრი 20-იან წლებში განსაკუთრებით იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომი ახალდამთავრებული იყო, სამოქალაქო ომი ახალდამთავრებული იყო, ისპანკას პანდემია ახალდამთავრებული იყო და განადგურებული იყო დემოგრაფია. ბევრი უპატრონო ბავშვი იყო და ეს უპატრონო ბავშვები ძირითადად იყვნენ კრიმინალური საქმით აკავებული და ძარცვა, მოპარვა, ქურდობა ესე და იყო ასეთი აღმზრდელი მაკარენკო საბჭოთა კავშირში, რომელმაც ბავშვთა აღზრდის ბანაკები გააკეთა. და მიყავდათ ეს უპატრონო ბავშვები იჭერდნენ ქუჩაში ახლა როგორც ძაღლებს რო იჭერენ და თავშესაფარში მიყავთ, რა ვიცი, წვავენ თუ რა შვებენ. მიყავდათ ეს უპატრონო ბავშვები, ციხეში და სადმე კი არ უშვებდნენ, აი ესეთ ინტერნატებში მიყავდათ. და მას ჰქონდა მისი განათლების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია იყო, რომ ასე ხელიდან გავარდნილ თაობას შეიძლება ერთადერთმა რამე მუშველოს ესა შრომა. და ბავშვობიდან, ისე კი არა, მონური შრომით კი არ ყავდათ. იქ რო ყავდათ, რა ქვია, შიგ ევროპაში და იმაში რო ყავდათ, რა ქვია, აფრიკაში რო ყავდათ ხალხი, შრომაში რო წვიდავდნენ. მაგრამ ბავშვობიდან აჩვევდნენ შრომას და სწავლას. და ოფლის ღრას და წიგნს შეეძლო გამოესწორებია ადამიანი სამომავლოდ. და 20-იანი წლები და 30-იან წლებში უკვე ეს პრობლემა აღმოფხრილი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. ძირითადში. და სხვათა შორის საქართველოშიც 29 წელი იყო თუ რაღაცა ქუთაისში 20%-მა იცოდა წერა-კითხვა. და სტალინი და ბერია ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში და 7 წელიწადში უკვე საქართველოში მეტი უნივერსიტეტ, ტექნიკუმ და სკოლა დამთავრებულზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი იყო, ვიდრე თელს ერთად აღებულ
ბელგიაში, ჰოლანდიაში და საფრანგეთში და ასე შემდეგ. ძალით ასწავლე. იმიტომ აგინებენ ალბათ დღეს. ხლა იტყვი რაღაცას და საბჭოთა კავშირი კი არ ვენატრება, მე მეთოდებს, რომელი მეთოდებიც გამოიყენებოდა სიბნელის, უწიგნურობის, საზოგადოებრივი სიბნელის დასამარცხებლად. დღეს ახლა საქართველოში თუ მოგიდებ ამ ხროვას ხელს და შეყრიდა ძალით ამუშავებ და ამ დაქცეულ ქვეყანას აშენებიებ, კაი იქნება და თუ ასწავლი და შეაყვარებ ამით სამშობლოს ფასსაც და წიგნსაც და რაღაცასაც. არის 1000 მეთოდი არის, მათ შორის ბრაზილიაში არის ისეთი მეთოდი, რომ დაჭერილ პატიმრებს თუ რამე ძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი და არის წვრილმანი დანაშაული, რათაც მეც წიგნს წაიკითხავენ ციხეში, ოღონდ ისე კი არა, მე წავიკითხე ამდენი და ამდენი დაგიჯერო წაკითხულს, გააზრება და იმდენი დღე აკლდებათ და ადრე თავისუფლდებიან. და ციხეში დაჭერილი ადამიანი, რომელსაც განათლების პრობლემა ჰქონდა, განათლებას ღებულობს და განათლებული გამოდის ციხიდან. ჩვენთან ეს არ მკვიდრდება, რატო არ აინტერესებს, იცი? ძაღმადიდებელი უკეთეს სამართავია. გამოვა ძაღლის უფლებაზე და ადამიანის უფლებაზე არ გამოვა. ადამიანის განადგურება არ შეენანება და ძაღლის განადგურება შეენანება. რა თუნდა ახლა ამათ ეგეთი ხალხი? აი ესეთი უნდათ. ეგა ფასებს შემოძმაო საერთოდ თავი დაანებეთ. ფასებს შეშვით. იმიტომ რომ ფასები რაც იყო პატარა ხანში მინიმუმ 3 იმდენი მაინც გახდება. რისთვისაც დიდი მადლობა უნდა უთხრათ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ შეერთებულ შტატებს, ჩვენს 26 საუკუნოვან ძმას ისრაელს, რომელმაც არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში გააძვირა ყველაფერი და ვისაც პრობლემა ექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიაკითხოთ ისრაელის საელჩოს და ამერიკის საელჩოს იმ გაძვირებული ჩეკებით, იმ გაძვირებული ელექტროენერგიის ქვითრით და გადაგიხადონ იმათმა, რომ ეს მათი წყალობა არის ეგ ყველაფერი და იმასთან ამენაირად. ამას ვერ ხვდება შტერიდა. ეს ცეკვავს. ირანის საელჩოსთან ცეკვავს დედამოწყნული. არ აინტერესებს. და ტრაგის ქნევის ვიდეოს დებს იმაში, რომ იცეკვეს ქართველებმა იმაში. იმდენ ფერეიდნელი მოგდა. ვინმე მოიღო ხმა? ვინმე მივიდა ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა? ეგა კი ბატონო. კი ბატონო, მე მოაწყვეს კარცელ ლუქსები, ეგ არისო. როგორა დოჩანაშვილის იმაში, რა ქვია, კაც რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, რა არის მისი სურვილი. დაჭერა ხალხის უსაქმურების კარცელ ლუქსში შეყრა და წიგნის წაკითხვა. გააკეთეს ბრაზილიელებმა ეს რეალობაში გააკეთეს და ბრაზილიამაც იმიტომ გააკეთა, რომ იქაც ძალიან მაღალი არის დანაშაულის დონე ახალგაზრდებში და ვერ უნკლავდებიან. ნახეთ ფილმი არის ღმერთების ქალაქი და რა საშინელი ცხოვრებაა იქაც და მიხვდები. და მიიღებს შედეგს, ადრე თუ გვიან მიიღებს შედეგს. კარგით, შემოკარგებო, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით, ნახოთ საღამოსთვის. თუ რამე საინტერესო ამბები იქნა, კითხვა-პასუხის რეჟიმი YouTube-ის არხზე ტრანსლაციაზე გქონდეს. არ ვიცი, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ თუ რამე საინტერესო იქნა, მეკნება აუცილებლად. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.